გამარჯობათ, დღეს არის 19 მაისი 2024 წლის. ეს ყალიბი ძლევის წმინდა გიორგის ყალიბი, ჩვენ ავიღეთ აგეგვიწერიათ 13 მაის 2024 წლის. ეხლა უნდა გავხსნათ, გავიდა ეს დრო. რა დროც მიდიდებული გქონდა, რომ გაშრებოდა ყალიბი, უკვე მშრალია, როგორც ხედავთ. ესეც თავისი სისქე. ეხლა უნდა გავხსნათ და იმედია ღვთის შეწევნით ძლევის წმინდა გიორგის მადლით ყველაფერი რიგზე იქნება და სუფთად იქნება აღებული. ეხლა უნდა ავიღოთ და ვნახოთ, აბა როგორი არის. ნელ-ნელა გავათავისუფლოთ, წამოვწიოთ ეს მასა, ეს ყალიბი თვითონ. ესე გავაღოთ. რომ არ შეგვიშალოს მერე ხელი აღებაზე. ესე მივყვეთ, მოვხსნათ, მოჭიდება რომ არ გქონდეს ნაკლები. ეხლა მთავარი. ეხლა უნდა ამოვიღოთ, ვნახოთ როგორი იქნება. იმედია რომ ყველაფერი კარგად იქნება. ღვთის წყალობით არ დამიკლია არაფერი, რაც შემეძლო. აბა ვნახოთ. აქამდე წამოვიდა, გაიხსნა. იმედია რომ კარგად იქნება შიგნით. ყველაფერი მოიცეთ, თავდოთ. ცოტა ეხლა ერთ ადამიანს მიჭირს რომ ის ახსნა. და ნახმარაც რო იყოს, კარგი იქნება. აი ესეთი არის. ესე უნდა ახსნათ ნელ-ნელა. მოვხსნათ. აი ღვთის მადლით ყველაფერი კარგად დაგვინდა, მეგობრებო. სუფთად ამოვიდა. თქვენ თვითონაც ხედავთ. აი, როგორც მიყრია ახლა ეს ჩვენი ძლევის წმინდა გიორგის ყალიბი. ღვთის შეწევნით, თავად წმინდა გიორგის მეშვეობით ამოვიდა და ყალიბი გვაქვს. ეხლა უკვე თაბაშირში უნდა გადავიტანო და შემდეგ უკვე მზად გვექნება ბრინჯაოსათვის. და აი ბრინჯაოს შესახებ გეუბნებით, რომ ძალიანად ლიახველებს, ქართველებს პირველ რიგში, მოგვარეებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს, რომ 10-10 თეთრი გაიღეთ და ყველანი იქნებით მონაწილე. მე ესე მინდა რომ ყველა გახდეს მონაწილე თორე. მეც ხო შემიძლია რომ თვითონ ახლა ჩამოვასხმევინო და რაღაცა, მაგრამ
ყველას წილი რო იყოს ამაში ჩადებული, აი ეს არის კარგი. მაშინ იქნება მთლიან საქართველოზე მადლი გადმოსული. ეს ყველა უნდა გაიგოთ. 10 თეთრი ეხლა არავის არ დააქცევს. 10 თეთრი რა არის ბოლოს და ბოლოს. აჰა. ეს ყალიბის მასალას და ისიც მე შევიძინებ. ჩემი სახსრებით. და ჩვენ თქვენზე იყოს. კარგით, ეხლა გავთიშავ ამას. გავწმინდავ და ძიმია ესე.